დავადექით ბათუმის გზას. ჭია ვერ ვიშოვეთ, მაგრამ არა უშავ, ჩვენ სათევზაოდ ხარ მივდივართ, ჩვენ გოგოები მიყავს, ბავშვები მიყავს. ეს რა თევზია? იოჟიკი. აუ თავზე მოგიდე ვარ შეიძლებაო. თავზე ხო არ კიდე პირში ჩუდეთით. ჩვენ რა შუაში ვართ, ვაჩეს ბრალია ყველაფერი. დავედით ახლა. ჩამოვედით ბათუმში. ო, რამდენი დელფინები არა, ნიკ უკვე დიდი დელფინი არის. ძალიან მაგარია. მანქანას ხო არ ვატარებ და მეშინია, მაგრამ პირდაპირ გემით დავიწყე. სურვა ვინიც ის აქ კითხვა მაქვს. სურვასთან როგორ ხარ? ქართველს თუ ვიპოვი, სადმე კი ვკითხავ, მაგრამ ქართველები არსად არ არიან, სულ უცხოელები არიან. ქართული იცით? ქართული, საქართველო. ხალხო, სათხარ. აუ. სტუმრები ჩამოვიდნენ და აჭარული ხაჭაპური მოგვინდა და საუნდა წევიდეთ ახლა ქუთაისში. ვერსად, ამიტომ გადავწყვიტეთ ბათუმში წასვლა. ქუთაისის აჭარული ხაჭაპური კი კაია, მაგრამ ბათუმში ჯობია და მაგისთვის მივდივართ ბათუმში. გზაში რა გადავხვდება ამასთან ერთად. ნახავთ ყველაფერს. ეს არის მივდივართ. აშენ. წევით. აგე ჭავჭავაძეზე ვართ ახლა და რასაცობია? გეგმა რა არის ახლა თუ იცი იმას ყოველ ხარით რომ ხაჭაპურისთვის მივდივარ, არა ხაჭაპურისთვის კი მივდივართ, მაგრამ თან გვინდა რომ წავითევზაოთ, იმიტომ ჩვენ სულზად ვართ წათევზაოთ რა. თავარი ახლა ღია დაგვდეს მაღაზია ის. პაკეტილია. არა. სხვაგან არის, სხვაგანაც ვიცი სადა ერთ ადგილზე და იქნება იპოსტია. აი ახლა ვჩდებით მანქანაში ისე ვითომ აქაც არაფერი რა. ვითომ ვიყავით ვიხუმრეთ რა არ გვინდოდა ჩემს ხიბა. მაღაზიაში ვიყავით გადმოსულები ეგა. დავადექით ბათუმის გზას. ჭია ვერ ვიშოვეთ, მაგრამ არა უშავ, ჩვენ სათევზაოდ ხარ მივდივართ, ჩვენ გოგოები მიყავს, ბავშვები მიყავს. ჩემი აზრით პურზეც წამოვა მე მგონი. ხო, მაგრამ ჩვენი პირველი მიზანი არის აჭარული ხაჭაპურის ჭამა ბათუმში. რა თქმა უნდა. ხო. ჩავალ შევჭამთ და დავბრუნდებით უკან ეგრე. რა უნდა ვჭამოთ ვაჩე? აჭარული ხაჭაპური. სადმე ქუთაისში თუ იცით, კაი აჭარული ხაჭაპური, დამიწერეთ კომენტარებში, რომ ასე ბათუმში არ ვიაროთ ხალხმა. ხო, თორე ჩვენ ქუთაისში ჩამოვიდეთ აჭარული საჭმელად და ბათუმში. მივხავართ ხალხი არ არის სოლა. ვინ აკეთებ კაი აჭარულ ხაჭაპურს მითხარი? ქუთაისში. ლინა მოხუციკარი. ხო, მოხუცი. როზაბებო. შეიძლება როზაბებოებმა დამიწერეთ კომენტარში თუ აკეთებთ. ირმა რა ხდება? აქ სხვანაირად. რატო? რაც უფრო ვუახლოვდები გურიას, უფრო ლაღი ვხდები, ბედნიერი და აი სუნთქავ. აქ ავტობუსი არის, რაღაც ლამაზად გამოიყურება. დასაჯდომებიც არის. დილას ქუთაისში წვიმდა, ცუდი ამინდა იყო, სიცივე იყო და ჩავიფუთნეთ და აი რა მოხდა? ზე გამოვიდა იმნაირი. ვიწვევით. ისე სხვათა შორის კაი ადგილი იქნება, რო გაიხსნება. წავედით ახ გავაგზელოთ გზა, იქნება თან გზაში ჭია ვიშოვოთ ანაპარეში და თან წავითევზავებთ სხვაზე. წავედით. გიყვარს დედიკო ესე? კი.
კაი არის. სუშენთან იხოდედაო სელისიტკო იხოდედაო ეხა დრაივს ნახავთ სადმე და ვიყიდეთ კოკა-კოლებს. უბრალოდ ეგეთ საკითხი გვაქვს, ვინ იხდის, ვინ გადაიხდის. ყველას გვინდა რომ ჩვენ გადავიხადოთ რა. ჩვენ თვითონ ვერ გადავწყვიტეთ და მოვიფიქრეთ ესეთი რაღაცა რომ ვაჩემ გადაწყვიტოს. ვაჩემ გადაწყვიტოს. ვაჩე რას ფიქრობ, აბა რაც იტყვი, ვინ უნდა იყიდოს ეს ყველაფერი მაღაზიაში. დედიკორა სუშენთან იხოდედაო კი. აი, გადავწყვიტეთ რომ დედა იხდის. ვინ იხდის? დედიკო. დედიკო. ვაჩოა. გულაობ ვაჩე? სადუჩა ბაბა ჩვენა შუაში ვათაშვა, ვაჩეს ბრალია ყველაფერი. კაი ბიჭი ხარ და? დავედით ახლა. გზაში იმდენს ვჩერდებით რომ როდის ჩავალთ ბათუმამდე კაცშვილმა არ იცის. არა სეზონზე რა ხდება ურეკში დაგვაინტერესა და საფხულში ხო იცით რაც ხდება, ყველაფერი გადავსებული არის და ეხლა მივალთ და ვნახოთ. ხავსები არიან როგორ არ არიან მას ზღვაში თევზებიც არიან დელფინებიც მედუზებიც ვაფეხებიც ქალთევზებიც ზღვის ცხარე ვისხებიც ეტა იქ წამოღება ახლა ჩვენ ეხლა ვინ დავხდება წაქცეული ხე და მე ვერ გამოვალთ ამ მომიდან ქალაქში ხო კი ნანახი მოკავა ძალიან ცოტა ხალხი არის აქ საფხულში ვერ გაივლი იმნაირი ამბავია და ახლა აქ შეხედე რა ხდება ორი სხვადასხვა ადგილი არის საფხულში და ზამთარში ეს ადგილია ხალხი მიდიოდა სავსე იყო ყველაფერი და იქ შემოსასვლელშიც რესტორნები გაღებული ახლა საერთოდ არაფერი არა კარგია. ვაჩე. ვარ გინდა შეხტომა. არა. მაგარია ზღვა, მიყვარს ზღვა. შენ გიყვარს ზღვა, ნიკა? ზღვა, მაგრამ თევზაობა უფრო მიყვარს ზღვაზე. ნავით ვითევზავეთ ზღვაზე ერთხელ და ძალიან მაგარი იყო. სათქوار არ ჭირდება, პირდაპირ ჩააგდებ ნემსებს და ასე ამოყვება. თევზი. რა თევზი? გიყვარს თევზი? მე მაგი უთხარი, მე დედიკოს. ვითევზავთ. დენდროლოგიურ შეგვინდოდა გავლა, მაგრამ ორშაბათობით ისვენებს თორმე. პაკეტილი ყოფილა. გუგლი რო არ კონდეს რა გვეშველებოდა ეს. მაგარია, ჭაწერ და კებულობ ყველა. თავარია სახელი იცოდეს ად მიდიხავ. ორშაბათს და ხუთშაბათს ყოფილა დაკეტილი დენდროლოგიურ. ზაფხულობით დავდივარ ხოლმე ციცინათელაში, ახლა არ იქნება გახსნილი. როდის იხსნება ისე? მე მგონი ივლისში იხსნება, როგორც ვიცით. ჩამოვედით ბათუმში. ეს რა არის? რაღაც ბათუმში ვარ და ჩამოვედით პარემ კატერითაც გავისეირნებთ. ხო გინდა? გვინდა. ლან. აუცილებლად.
მზის ჩასვლის ნახვა გვინდა და იქნებ დაგვარ. დღეს მზის ჩასვლა. იქ, ბატონო, დავშვებით გემზე. დავშვებით და მიგვა კანკესები და თევზა. ეხლა წავიკითხე რომ შეიძლება თუ მე თევზაობაო გემითო. კაი, წავედით ეხლა გასასეირნებლად ცოტა ხანში დავბრუნდებთ. ჩვენ არა, მაგრამ სხვა რო თევზაობს იმას უყურებთ რა. რამდენი ხალხი თევზაობს? ეს რა თევზია? Ёжики. აბა თავზე მოგიდე ვარ შეიძლება. თავზე ხო არ კიდე პირში ჩუდეთით. თავზე არ შეიძლება ვართლა რომ ნემსებიან. ზემოდან აქ ნემსი. ხო, ზემოდან აქ ნემსი. ანუ თავზე უბრალოდ გეტკინება ხო? ანუ რომ ხელი რომ მოგიდო. მარტო არ შეიძლება გეტკინება თუ გაგისივეს თუ რა. აგერა ხო? ეს აქ ნემსი. და ძრუქში წალვა. ხო, ანდრია ჯობია გიძო. უცნაური თევზი დაიჭირა აგერ ბავშვმა. დადიხართ ხო შეგო? სათევზაოთ დადიხართ აქ ხო? რაზე თევზაოთ? კრევეტკა გვიგი. უგტავია თუ რა პირველად დაიჭირენ იმნაირი უცნაური თევზი და რა იქნათ არ იცოდნენ. ამასობაში დროც მოვა და მივალთ ნავზე. რა ხდება? აგერ მოვედეთ. ლედი ნინი, ჩვენი პატარა იახტა მოვიდა, თან ანკესიც არის. შეგვიძლია ვითევზავოთ. გავედით. მოდი. აგერ დაჯექი. აი, კუნა ჩავძეთ მე და ნეკადა. თქვენ ვაჩეს მიხედეთ. იხარია ვაჩე? კი. ნიკა, რა ხდება, როგორ ხარ? ნიკას ვისკაცი. ნიკ მოვდივარ. აუ, რა მაგარია, ხო არ გადაო. აი ეგ, დელფინი. აი იქ ამოცურა. აი, პატარა დელფინი, როგორ ცურავს. დე. აი, დელფინი როგორ. აი, მოვიდა. ჩვენმა კაპიტანმა იცის, სად არიან დელფინები. აუ, რამდენი დელფინები არა, ნიკ უკვე დიდი დელფინი არის. ვა, რა მაგარია. ათომში რო ჩამოხვალ იახტით უნდა გაისაინო, ძალიან მაგარი არის. აჭარული ხაჭაპური იყო აქ წამოსვლის იდეა, არა? აღმოჩნდით გემზე. არა, აღმოჩნდით იახტაზე და მაგარია. ძალიან მაგარია. აი პირდაპირ გემის კიჩოზე ვარ. გემის კაპიტანი ხარ, ვაჩე. ძალიან მომეწონა. სურვა ვინ იცის აქ კითხვა მაქვს. სურვასთან როგორ ხარ? ვაინა. ანუ ლანა ერთ პოზიციაშია. რა და პოზიტივსა დარბისა. იქ მოკიდარ კინოზე. ანუ ძირითადად ერთ პოზიციაშია ლანა წინო ჩამოვიდა.
ვაჩეც ერთობა, ჩვენც ვერთობით. კაია, დავასაქმეთ. ნამდვილად ღირდა ამ დღეს აქ წამოსვლა. და საერთოდ ბათუმში წამოსვლა ყოველთვის ძალიან მაგარი არის. იქეთ ისინი გულაობენ რა. მანქანას ხო არ ვატარებდა მეშინია, მაგრამ პირდაპირ გემით დავიწყე. რას იყვი? ხო გამომდის. ხალხო ძალიან მოგვეწონა, რეკლამა არ არის, მაგრამ თუ გინდათ საკონტაქტო საგეტოვოთ. როგორ მოგვეწონა, აბა? გასეირნება. დღეს ძალიან ბევრი არ ვთქვი, რომ ძალიან მაგარი იყო, მაგრამ მართლა ძალიან მაგარი იყო. საჭესთანაც დასვა ჩემი ბიჭი. ჩვენ ძალიან კარგი ფოტო ვიდეო გადავიღო ლამაზი კადრებით. და ძალიან გვესიამოვლა. ძალიან გვესიამოვლა. ძალიან მაგარი შეგრძნება დელფინებთანაც მივედით, ნახეთ. ერთადერთი რაც მე და გიოს გვინდა და ვერ გავაკეთებ, მაგრამ თევზაობა. თევზაობა. ამაც თევზაობაზე აქვთ. დიდი აქცენტი, ანუ ბათუმში გულაობენ და მაინც უნდათ რომ ითევზაო. კარგი, ახლა წავიდეთ აჭარული ხაჭაპურისთვის. ვინმე თუ იცით, სათქეთება ყველაზე კარგი აჭარული ბათუმში, დამიწერეთ კომენტარებში და ჩვენ ახლა წავართ და ხალხი რას ფიქრობს, ნახოთ, სად არის ყველაზე კარგი აჭარული. ქართველს თუ ვიპოვი სადმე კი ვკითხავ, მაგრამ ქართველები არსად არ არიან, სულ უცხოელები არიან. დავედით. ქართული იცით? ქართული, ვინმე თუ იცით? ვინ იცის ქართული? ქართული. საქართველო. ქართული იცის ვინმე მაქვს თუ რა ხდება? ხალხო, სად ხართ? აუ, რამდენი ვიარეთ და ქართველი საერთოდ ვერ სადვევნახეთ. გამარჯობა. გვაინტერესებს სად არის ყველაზე კარგი აჭარული ხაჭაპური? ერთი არის ალავერდი და მეორე არის ახალი გემი ქვია რესტორანს. იქაც ძალიან გემრიელი აჭარული ხაჭაპური კეთდება და კიდე ხინკალი ყველაზე გემრიელი არის ალავერდში. ხინკალიც თუ გაინტერესებს. კარგი, მადლობა. გამარჯობა. სად შეიძლება ყველაზე კარგი აჭარული ხაჭაპურის წამა ბათუმში? ბათუმში რეტროში. რეტროში, ხო? ყველაზე გემრიელი მაქა. კარგი, მადლობა. კარგად. ხალხმა ყველამ სხვადასხვა გვითხრა ადგილი, სად უნდა დავსულიყავით. ყველაზე ახლოს გამოდგა რეტრო. ისიც არ გვინდა რომ ახლა ამ ხელაგზა გამოვიარე ხაჭაპურის გულისთვის და ცუდი იყოს. გარედან კარგად გამოიყურება ეს ადგილი და იმედია ხაჭაპურიც კარგი ექნებათ აქ. Boştan დამტოვენ მარტო. ლაიქია. ეგენ მიკროფონი. რა ვქნა? ფურციო წინ. ოპა. კარგია ხო? ამ ერთ მომენტში ჩემი და ბავშვების ურთიერთობა არის. შენ რამდენი ხარ? შენი მამიკო რამდენისიცა იმდენის მეც. შენი მამიკო სამი. მასე ვარ მეც სამის ვარ მეც. ბიჭები სამის არის. ბიჭები სამის ვართ ყველა. მე ვარ სამის. ანუ 4-ის გავხდები. 4-ის. მაგარი, ჩვენც მასე ვართ. ისთვისაც წამოვედით ქუთაისიდან, იმისთვის მოვედით. ეხლა შევკვეთავთ აჭარულ ხაჭაპურს და თქვენც გაჩვენებთ რანაირი იქნება. მანამდე გამოიწერეთ ჩემი არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო. ინტერიერი ძალიან კაი არის. იმედია გემოც კარგი იქნება. აჭარული გვინდა 4. 4 აჭარული. განსვლილი? არა, ჩეულებ. 4 ჩეულებ. ვერცხლი, კი. სასმისის მერტ. ლუდიოს 1. და და ხოიგარდენი. 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 ფრია? კი. და ფრი. კი გვინდა კიდე. 1 ფრი 4 ხაჭაპური, 4 პატარა ხაჭაპური ცომით. ვარცხით? კი. 2 მსხვილი. კი. მადლობა.
რისვისაც წამოვედით შევასრულეთ აგერ უსტით აჭარულ ხაჭაპურს ძალიან მაგარი გარემო და ყველაფერია იმედია გემოც კაი ექნება როგორც ხალხმა გითხრა ვაჩე შენ რა სიტყვი აჭარულ ხაჭაპურს ვაღებდები და შეწავდა და სოკის ცოტა დავიღალეთ მაგრამ დაღლად ღირდა ანუ შენს ყველა ვიდეოში ხო წუწუნებ და ეხა უკვე დასაწყისი მაქვს წუწუნის მაგრამ მგონი საჭმელი მალე მოვა და აღარ ვიწუწუნებ მართლა კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ აქ რომ მოვედით გარემო ძალიან კარგი არის პერსონალმაც გითხრა რომ აჭარული ხაჭაპური არის გამორჩეულად კარგი ეხა მოვა და ვნახავთ როგორი იქნება და რა იქნება ვაჩე გიხარია კაიფრი იმნაირი რეკლამა გაუკეთენ ამ ხრის რომ ვაგჭამო შეიძლება მაინტერესებს მეც რა არის ამნაირი მართლა კაი ყოფილა აი როგორი აიცი გარედან არის ხრაშუნა შიგნით არის რბილი და ძალიან მაგარი გემოა როგორც იქნა მოვიდა ის რის გამოც ჩამოვედით აქ გარეგნულად კარგი არის და ეხლა ცოტა ხანში შევაფასებთ აი ნახეთ ჩვენი ლუდიც მოვიდა რამხელა ეს ბერდალება ხო არა მოგეხმარები როგორც იქნა საჭესთან არ ვარ ლუდი აუ რა კარგად გამოიყურება ხო არ ხადაო იმენ მაგარია საჭია აუ რა გემრიელია უარ ხადაო მაგარი გემოა გემრიელი ლუდია ძალიან გაუფილტრავი არის და აი ციტრუსის გემო აქვს მაგარია ნიკა როგორი არის ღირდა ჩამოსვა მაგრამ ესეთ ხაჭაპური არის გითხარით რომ იმის შორეგზა არ მოვიაროთ დილით გავიღვიძე გამოვედი საძინებლიდან და ლანას და ნიკას შემთხვევით უთხარიყოს ბათუმში ხო არ წავიდეთ თქო და შინაგანად იმედი მქონდა რომ უარს იტყოდნენ ორივე ძალიან მარტივად დავთავდა და აღმოჩნდით ესე ბათუმში და ახლა დილით ქუთაისში ვიყავით ახლა კი აგერ აჭარულ ხაჭაპურს მივიწვევ ეხა გეტყვით ღირდა თუ არა ბათუმში ჩამოსვლათ ეს აჭარული ხაჭაპური ეგრევე გეუბნებით რომ ღირდა ძალიან მაგარია ასეთი აჭარული ხაჭაპური მართლა გეუბნებით ბევრჯერ მაქვს აჭამი და არასდროს არ მიჭამია ქუთაისშიც თუ აკეთებენ ამნაირ აჭარული ხაჭაპურს მითხარით სადმე მაგრამ არ ამგონია აჭარაში აკეთებენ ყველაზე კაი აჭარული ხაჭაპურს ისევე არავის არ უნდა იწყოს რაც არ უნდა იყოს იმიტომ იმერეთში ყველაზე კაი იმერული ხაჭაპურს აკეთებენ აჭარაში ყველაზე კაი აჭარული ხაჭაპურს აკეთებენ აგიმარჯოთ გამიმარჯოთ ეხლა დაგემშვიდობებით ცოტა ხნით და მოგვიანებით შემოგიერთდებით გამოიწერეთ ჩემი აქ კარგი ადგილი გამოდგა ყველა არ რჩევიათ ფოტოფილები დავში ძალიან სტუმრები წუწუნს ვაპირებდი და არც დამიწყია და ეხლა უფრო მაგარ ხასიათზე ვარ კიდე შო მოვედით რა ხდება ყველა აქ ვართ და მივდივართ ქუთაისში ძალიან კარგი დღე გამოვიდა და რესტორანზეც ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას ყვება 10-დან 10 მომსახურეობა 100
10-დან ძალიან კარგი მომსახურება დაგვდა. დღე გამოვიდა ძალიან მაგარი. ბევრი ვიხალისეთ. ვაჩემ და გიორგიმ ძალიან ბევრი იჩხუბეს. ვაჩემ აჭაპური ხაჭაპური ჭამა. ჭამა. დაგემშვიდობებით ეხა ხალხო. ნახვამდის. გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ ვიდეო. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. კარგად.